თქვენი ვერსია მაინტერესებს უბრალოდ რა მოხდა არა იმ გაგებით, რაც მოხდა კი ვნახეთ, მაგრამ რას მოყვა ეს ყველაფერი, ან რა იდგა იმის უკან, რომ ეს ამბავი მომხდარიყო? ხო, დღევანდელი და აქვე გითხარით როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა გიგას, ხო, თუ არ ვშტები, ის უნდა ყოფილიყო დღეს ჩემი სტუმარი და გიგა არის ძალიან ვაჟკაცი ბიჭი, რაც გამოჩნდა კიდე დღეს 50 ადამიანი რო თავს ესხმოდა. კი, მაგრად იჩხუბეს. კი, და გაკავებული კი ყავდათ მანდატურები. მაინც ვერ მოერიმე, ხო, მანდატურებმა ყველამ არა, მაგრამ მანდატურების ნაწილი გვაკავებდა ჩვენ, გაკავებული ყავდათ გიგა ფარულაო და თავს ესხმოდა მინიმუმ 50 დეპუტატი. ხომ დრო იმ მანდატურებს რას ვერჩით? მანდატურები ვერ წარმოედგინენ რომ სიდან ჩამოფრინდებოდა ბატონი გორდულაძე და ზედა იარუსებიდან მიწვდებოდნენ იქ სხვები ჩანან მე კიდევ კარგი. გიგა ძალიან ნამდვილად ვაჟკაცი მამაცი ბიჭია, ქართველი ღირსეული ადამიანი რაც გამოჩნდა დღეს, იმიტომ რომ გიგას ადგილას ნებისმიერი მათგანი გაიქცეოდა პირველივე ხელის მოქნევაზე იქედან, მაგრამ გიგამ ბოლომდე აი ამ უღირს აქციელს, მათ უღირს აქციელს ბოლომდე შეაკლა თავი, ასე ვთქვათ. ხო, დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ერთეული შემთხვევები ძალადობის, არამედ ეს არის რეალურად სისტემური ძალადობა, რისი სათავეც არის თავად ქართული ოცნება. დღეს იყო ირაკლი კობახიძე, მოგვახსენებდა წლიურ ანგარიშს, რომელიც არ იყო პრინციპში ანგარიში, ეს იყო PR დოკუმენტი და ჩვენ მას რა თქმა უნდა დაუსვით კრიტიკული კითხვები, იმიტომ რომ წლიდან წლამდე როცა ქვეყანაში ხალხი ღარიბდება და ქართული ოცნების კორუმპირებული მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, ქვეყანა ექცევა სრულ იზოლაციაში, სერიოზული საფრთხე ემუქრება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ მათ უნდა გასცენ ამასთან დაკავშირებით პასუხები. მათი გაღიზიანება რამდენიმე კითხვამ გამოიწვია განსაკუთრებით. პირველი ეს რა თქმა უნდა იყო ტერიტორიული მთლიანობა, რასთან დაკავშირებითაც ისინი ასე დუმან და ფაქტობრივად ისინი მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწევიან, იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის რო ცხადი იყოს, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული ანექსია ფაქტობრივად ბოლო 1 თვის განმავლობაში ისეთი ანექსია, რომელიც არ გვინახავს მინიმუმ ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია და დღესაც ირაკლი კობახიძეს მოვთხოვეთ ეპასუხა, თუ რატო არ გმობენ, რატო არ მიმართავენ საერთაშორისო ბერკეტებს ჩვენს თანამეგობრობას, რომ ეს პროცესი ჩაჯდეს გარკვეულ ჩარჩოებში. კიდევ გააღიზიანა ირაკლი კობახიძეს სოციალურ ნაწილზე დასმულმა კითხვამ, როდესაც ჩვენ ვკითხეთ, როდესაც ყოველთვის იპოულობთ ფულს მოსაპარად, ავტომობილების საყიდლად, მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გასაზრდელად, რატომ ვერ პოულობთ ბიუჯეტში ფულს იმისთვის, რომ პენსიას მოუმატოთ, იმისთვის, რომ ხელფასები გაზარდოთ, იმისთვის, რომ დევნილებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, მას პასუხი არ ქონია. კითხვა იყო ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პირადად მე ვკითხე ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ქვეყანაში არის ნარკოტიკის პანდემია და მათ ფაქტობრივად არც ერთი ციფრი არ აქვთ, რა მდგომარეობა ქვეყანაში, რამდენი ადამიანი განიკურგნა ნარკომანიისგან, რამდენი ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტი იყო, ამაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას ეს ციფრები არ ჰქონდა და როდესაც ექნებოდა შემდეგ გვეტყოდა. 20 ივნისიც შევახსენეთ ჩვენ, რომ ის იყო პასუხისმგებელი 20 ივნის გავრილოვის მასპინძლობაზე და როდესაც მან ღირსებაზე დაიწყო ლაპარაკი, აქვე შევახსენეთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც 20 ივნის საერთოდ გაიქცა ქვეყნიდან, შემდეგ 26 მაისს აუზზე ირუჯებოდა, ერთხელაც არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან და საერთოდ დუმდა. მე ჩვენ უსმინეთ, როცა 20 ივნისზე ჩამოვარდა საუბარი, იქ თქვენ მოგიწოდეს, რომ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეგეკავებინათ, კახარიას მასშტაბის სტატუსისა და პროცესში მონაწილეობის როლის გათვალისწინებით და ამას მოყვა შეურაცხყოფელი განცხადება თქვენს მიმართ ბატონი ზარქუას. მე ახლა ეს აღარ მიჩვენებია, არ მინდა რომ რაღაცა ხორხოლობა შექმნა, თუმცა გადაცემის დასაწყისში მაინც აი უკბილო შეურაცხყოფელი ანგლობის მონაწილეები გახვდით. ამ მომენტში, როცა თქვენ ან თუნდაც თქვენი ოჯახის წევრები ისმენენ ხოლმე ასეთ შეურაცხყოფელ მინიშნებებს, რომლებიც საკმაოდ ხშირია ხოლმე პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ. ხომ არ გიჩნდებათ ხოლმე ეჭვი თქვენი გადაწყვეტილების
სორეში, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ყოფილიყავით. აქვე უპასუხოთ იმ შენიშვნებს, რომელიც ისმის, ხა ცხადია ძალიან ბევრი არ ძალიან გაბრაზებული, გაღიზიანებული რაც ნახეს, მაგრამ მათი ნაწილი პრეტენზიათაც უყენებს გახარია საქართველოსთვის წევრებს, რომ ასეთ პარლამენტში საერთოდ რატომ ხართ? გავაგრძელებ იმ პათოს, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატებმა სცადეს სიტყვიერი დაცვა ირაკლი ყობახიძის, მაგრამ არ გამოუვიდა და დარბაზში ეს იგრძნობოდა, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ფაქტებით დაუსაბუთეთ ჩვენ ის, რომ მათ არანაირ ქართველობაზე და პატრიოტიზმზე საუბრის უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ იმდენად უსუსური ჩანდა ირაკლი ყობახიძე, რომ დავალება მოუვიდათ, რომ რაღაცით უნდა გადაეფარათ აი ეს ირაკლი ყობახიძის დამარცხება, წლიური ანგარიშის დამარცხება და თავად ირაკლი ყობახიძის ეს შერყეული ძლევამოსილების სტატუსი. ამას მოყვა შემდეგ უკვე ის დაგეგმილი ძალადობა, რომელიც განახორციელეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. ეხლა ვინც ამბობს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაში ვისაც ჯერ კიდევ ეჭვიში აქვს, არც მე მგონია, რომ დღევანდელ დღეს სრულად უნდა გადახვიოს და სრულად უნდა უყუროს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხის ხმას ვიცავთ, ქართველი ხალხის ინტერესებს და ყოველთვის ბოლომდე დავიცავთ და ბოლომდე გავაჟღერებთ. ეხლა ამის გამო მოხდა დღეს რაც მოხდა და პოლიტიკოსის მთავარი ფუნქცია და მოვალეობაც ეს არის, ხო? ესეთ პარლამენტში იყვნენ წინამოწვევის დროსაც, ხო? ეხლა ძალადობა პარლამენტში სამწუხაროდ საქართველოში არ უკვირს. ეს იყო პირველი შემთხვევა. ეხლა ერთი წელი მარტო იყვნენ, ეხლა 9 თვე ითმენდნენ. ამ ძალადობასთან მებრძოლების მანტია უნდათ რომ მოერგოთ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. დღეს იმ დეპუტატებმა, რომლებიც 2 წელია მდუმარეძიან და საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობა არც ერთხელ არ ქონიათ, საერთოდ ხმა არ ამოუღიათ. დღეს პირველად დაამტკიცეს და ეცადნენ, რომ მათი იქ ყოფნის გამართლება შეექმნათ და გამოიჩინეს თავიანთი. გაიგო ქართულმა საზოგადოებამ ზოგიერთი პარლამენტი და პირველად ესე ხმამაღლა გაჟღერდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხარო იყო სპორტსმენების ჩართულობა ამ ბინძურაში, იმიტომ რომ ყველას გულწრფელად დაგვენანა ძალიან. აუცი კაცი, რომელიც სოფლიოში უძლიერესის ტიტულს ატარებს, უკნიდან მიპარვით ესხმის თავს ადამიანს. ამაზე ცუდი რა შეიძლება ოლიმპიურ სპორტსმენს დაემართოს, ხო? იქცევა ქართული ოცნების ზონდერად, რიგით ზონდერად. აი დღეს რაც მოხდა, ამას ხო არაფრით არ განსხვავდება გორში მომხდარი ინციდენტისგან და როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ რაღაც ძალადობაზე, ეს ადამიანები ციხეში უშვებენ ხალხს ტროტუარზე დგომის გამო, ეხლა საერთოდ კომენტარების გამო აჯარებენ ზიამაღლობელი 2 წელია ციხეში ზის სილის გაწვნის გამო და ლევან მაჭავარიანი ამბობდა, რომ აი არსებობს ქართველი კაცისთვის რაღაც წითელი ხაზიო. მზია ამაღლობელის кейსი გავიხსენოთ, ხო? მზია ამაღლობელმა ღირსეულად დაიცვა თავისი ღირსება. ეხლა მათი მხრიდან ეს სტანდარტი ორმაგია, მათთვის ღირსება თითქოს ხელშეუხებელია, მაგრამ რეალურად ყველა ნახეთ მათი ღირსება სად გადის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ხალხი არის კანონდებელი. ჯგუფში ჩართული იყო არჩილ გორდულაძეც, რომელიც არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დღე და ღამე ლაპარაკობს კანონებზე და კანონის უზენაესობაზე. ეს ხო სრული აცდენა არის ერთმანეთთან, კაცი, რომელიც ჩვენ დავსდებთ რიგით პოლიციელებს და დავსდებთ კრიმინალებს, მათ შორის ხო მსგავს პროკურატურაში დარბის ვერ გამოგლიჯეს პროკურატურას ხელიდან საჩივარზე წერს სტატუსების გამო კაცი არჩილ გორდულაძე და მეტესობა ქალია, ვისაც საჩივარს უწერს. დღეს რომ დაინახა, რომ აი 50 კაცი ერთ ადამიანს ურტყავდა, გადაწყვიტა ეს თავისი ლაჩრული იმიჯი რაღაცნაირად შეებერტყა და თვითონაც ჩაერთო ამ ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა სამწუხარო ის არის, რომ აი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია, არ შესწევს უნარი დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არ შეუძლია რომ ებრძოლოს სიღარიბეს, არანაირი უნარი არ გააჩნიათ რომ საგარეო მიმართულებით ურთიერთობა დაალაგოს და ქვეყანაში ვერც ერთ მიმდინარე პრობლემაზე ეს ადამიანები უბრალოდ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. ეხლა ძალადობა ამ ადამიანებმა საერთოდ როგორ უნდა ახსენონ? ჩვენ დღევანდელი დღით საერთოდ არაფერი არ დავკლებია, ხო? ჩვენ პირიქით ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესის დასაცავად არ შეუშინდებით არც ლაშა ტალახაძის მოიც და არც კიდევ პლუს ზედ 50 კაცის მოიც, ასე რომ თუ ვინმეს მოეწონა დღევანდელი ეს სიტუაცია, მაშინ მას რა თქმა უნდა პრობლემა აქვს. ეხლა რამდენიც არ უნდა აბრალონ სხვასო კადრებშიც ჩანს, ისედაც ხადია რომ ვიკა, მადლობა.
ისინი წასულები არიან ახლა დღევანდელ ვაჟკაცურ საქციელს KP აღნიშნავენ და ალბათ რომელიმე მათგანი განსხვავებული შესვავს კიდეც ქართული ქალის აღგზელოს ხდომაზე იყო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თუმცა ამ ნაწილს არ ესწრებოდა ობიექტურად მან წასვლისას დალოცა საქართველოს პატრიარქი და არ ვიცი მე მართლა ძალიან პატრიარქმა დალოცა საქართველოს პარლამენტი დალოცა კათოლიკოს პატრიარქმა და მე ძალიან წუხვა რომ ესეც კი ვერ გაითვალისწინეს და ესეც ვერ აღმოჩნდა მათთვის შემოკავებელი. მათ უმრავლესობას კურთხევის ნაწილად მიაჩნია ასე მოქცევა. იმიტომ რომ თვითონ მისი უწმინდესობაც და საპატრიარქოს ზოგიერთ წარმომადგენელი რომ უფრო კაფიოდ უხსნიდეს მათაც ისევ როგორც მთელ საზოგადოებას რა არის ქრისტიანული ქცევა დიდი ხანია ბევრი მათი საქციელი ამ სტანდარტში უბრალოდ ვერ ჩაჯდებოდა. როდესაც სხვა ტიპის განცხადებები ან საერთოდ დუმილი არის, ამ ადამიანებს გონიათ, რომ ეს ქცევა ემსახურება რაღაცას ისეთ იდეალს, რომელიც შეიძლება ამ კურთხევის დღე მისი ნაწილი იყოს. ნახოთ როგორ გამოიხმაურებიან. მე ეჭვი მაქვს რომ გამახმაურება იყოს, მაგრამ მაინც